დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე შემოგვერდა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ბატონ დემურ და იმ პოლიტიკური კრიზისით დავიწყოთ. პირველ რიგში რაც ჩვენს ქვეყანაშია, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 3 თვეა ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს, ადამიანები გარეთ კვლავ გამოდიან, არჩევნების გაყალბება საპროტესტებენ პირველ რიგში, მათ აქვთ საკუთარი მოთხოვნები, თუმცა რაც ყველაზე მთავარია ამაში, რომ აი ამ ყველაფერზე ქართული ოცნება არ რეაგირებს. არ არის საუბარი და არ არის რაღაცნაირად აი პრობლემების მოგვარებაზე დიალოგის სურვილიც კი არ არსებობს. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესებს? მოგესალმებით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დამაფიქრებელი პროცესი მიდის უბრალო რაიმეს გამო. საჯარო პოლიტიკა არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში რაღაც პროცესი უნდა მიდიოდეს. დიალოგის პროცესი, ჩვენ ვერ ხედავთ რაიმე სურვილს ასეთი დიალოგისა და ჩანს რომ ეს პროტესტი რაღაც წყაროს მეშვეობით მხარდაჭერილია, ხო სწორია? ხელისუფლებას დიდად არ აწუხებს ეს თავისი შეხედულებები აქვს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა შეხედულებებია. სად არის ეს შეხედულებები? როგორ ფიქრობენ ამ პროცესის დასრულებას? თავისთავად ჩანდა, რომ თუ კი თქვათ, სწორად აპროტესტებს, არ არის სწორი პროტესტი. დღეს ეს არ არის აქტუალური, იმიტომ რომ პროტესტი არის გარკვეული მიზნებს დაქვემდებარებული და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი არის გარე ფაქტორი. გეოპოლიტიკური ფაქტორი. რაკი ევროპის პოზიცია სხვანაირია. უკრაინაში კონფლიქტისადმი, საქართველოსადმი ღია ტექსტით მიმდინარეობს განცხადებები, ხო სწორია, რომ აი ახლა ბრძოლა საქართველოსთვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ის საომარი რიტორიკა, რომელიც ევროპაში არსებობს, გასაგებია საქართველოს ხდის განსაკუთრებულად აქტუალურს იმ მიზნებისთვის, რომ ადრე თუ გვიან ალბათ ნატო, ამერიკის გარეშე და ევროპა, ამერიკის გარეშე აბზადებს კონფლიქტს რუსეთთან, იმიტომ რომ მშვიდობიანი დასასრული ამ უკრაინის კონფლიქტისა, დალაგება სამხრეთ კავკასიისა და ასე შემდეგ იმ ძალიან სუსტ და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს ევროპული ქვეყნებისა მალე აღმოაჩენს ქვეყნის, რომ იტყვიან, პოლიტიკურ სანაგვეზე, თითეული ქვეყნის პოლიტიკურ სანაგვეზე, მაგრამ მანამდე მათ შეუძლიათ ძალიან სერიოზული საფრთხეები შექმნან. აღარ თუ გნებავთ გერმანიის ახალი, კანცლერად მოაზრებული მერცი, რომელიც გითხრათ სიმართლე არაფრით არ არის ქრისტიან დემოკრატი თავისი მსოფლმხედველობით, ეს უზარმაზარი პოლიტიკური პარტია იყო, რომელმაც ომის შემდგომი გერმანია საოცარი აღორძინების გზაზე დააყენა, მაგრამ მისგან ლანდია დარჩენილი და ამის ფონზე იგი აკეთებს განცხადებებს, როდესაც ყველაზე დიდ მეორე პარტიას ფაქტიურად კოალიციაზე უარს ეუბნებოდა და ეუბნება ეხლაც ეს პოლიტიკური თვალსაზრისით სრული უაზრობა, ამიტომ უნდა მემარჯვენე პარტია ეხლა უნდა შეეკრას მემარცხენებს, არ ყოფნის შოლცის პარტია, კიდე უნდა დაიმატოს არ ყოფნის მწვანეები, რომლებიც ფაქტობრივად დამარცხებული ძალიან პარტია, ამიტომ კიდე უფრო შორს უნდა წავიდეს. ამ ფონზე ძალიან საინტერესო პროცესებია გერმანიაში, ალტერნატივა გერმანიამ გააორმაგა მხარდაჭერები და დღეს უკვე იწერება გერმანიაში, რომ ამ სრულიად გაუმართლებელი პოლიტიკის გამო მალე ალტერნატივა გერმანიისთვის მთლიანად ყველა რეგიონში დაიკავებს ძალიან ნიშნულოვან და დიდ მხარდაჭერას. ასე რომ რა გამოდის, საქართველოს ჭირდებათ ამ უკვე მოდით ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სანაგვეზე მიმავალ ლიბერალურ ევროკავშირს, ჩვენ დიდი სხვაობა უნდა გავუკეთოთ ევროპასა, პროცესები ურთულესი იქნება, მაგრამ მანამდე დიდი უბედურება მოხდება ალბათ, იმიტომ რომ ნახეთ, აშკარად გაყალბებული არჩევნები რუმინეთში,
კაც წაართო ეს არჩევნები, ეხლა ახალი არჩევნებია დანიშნული და კიდე მოიგებდა ჯორჯესკუ ამ არჩევნებს, დაიჭირეს. თურმე მოსკოვში მიდიოდ სისულელე თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ როდესაც გაუქმეს წინა გამარჯვების არჩევნები, დასავლურ პრესაში ბევრი სტატია დაიწერა, მათ შორის შეერთებულ შტატებში, რომ არაფერი გაყალბებული არ არის, წაართო ეს კაც და არავითარი მოსკოვი იქ არ მონაწილეობდა, ვერც მიიღებდა მონაწილეობას, იმიტომ რომ რუმინეთი არის ერთ-ერთი უდიდესი ბაზა ნატოსთვის. ყველაფერს ნატო და ევროკავშირის ლიდერები აკონტროლებენ. მაგრამ ხალხის განწყობა სხვა არის, ლიდერი ევროსკეპტიკოსია, არ უნდა ომი, მაგრამ ევროპულ ლიდერებს ჭირდებათ რუმინეთი, რადგან რუმინეთის ჯარი თურმე წლებია იმყოფება უკრაინაში და ეხლა ყველაზე უფრო სასურველი რომ მიტყვიან ევროპული ლიდერებისთვის არის რუმინეთის ჯარის უშუალო მონაწილეობა რუსეთის წინააღმდეგ და შემდეგ რა კი ეს ნატოს წევრი ქვეყანა მეხუთე მუხლის ამოქმედება. აი დღევანდელ თავარი სიტუაცია მე რატომ მოვყევი ეს ამაზეა მიბმული ის პროტესტები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შიდა პროცესია, საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს? მას უბრალოდ არაფრით არ შეუძლია ამ პროცესის შეჩერება, არ შეუძლია, იმიტომ არ შეიძლება თქვენ მიუშვათ ქვეყანაში ასეთი პროცესი, რომელსაც პოლიტიკური გამოსავალი არ აქვს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება აშკარად ელოდება რა მოხდება საბოლოო ჯამში საზღვარგარეთ. და როდესაც გაირკვევა უფრო ნათლად სიტუაცია, აი მაშინ ჩამოყალიბდება. დაგვიდით ერთი ძალიან საშიში მოვლენა, რომელიც იმ მომიტინგებს, ანუ იმ ყოფილ ადამიანებს, რომლებსაც თავისთავად დასავლური ორიენტაციის მატარებლად მიაჩნდათ, აღმოჩნდათ საშინელი ანტიამერიკანიზმი სწორია და ტრამპის საშინელი წინააღმდეგობა. კიდე გეუბნებით, ამერიკის შეერთებული შტატები არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და ჯერჯერობით უძლიერესი ქვეყანა. ქართველებს არ შეიძლება ქონდეთ ანტიამერიკანიზმი, არ შეიძლება ქონდეთ ანტიევროპეიზმი, ანტირუსეთიზმი, ანტითურქეთიზმი, იმიტომ რომ ეს გლობალური პროცესებია და შენ გაქვს შენი სახელმწიფო, ამიტომ პრაგმატული პოლიტიკა უნდა განახორციელა. არა საქართველოს ხელისუფლება წაყრუებულია, ამიტომ კოჩს უგორებს აქეთ ევროპელებს ამ ანტიამერიკანიზმზე, რომელიც სრული კრახია საქართველოსთვის, ასე არ არის. არა პროტესტებს, არასდროს არ ამბობს, არ უთქვამს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ეს ხალხის პოზიცია არის მიუღებელი ქვეყნისთვის, აზიანო. ეხლა რა გვინდა ამერიკა გავიხადოთ და ის სისულელეები ვრცელდებოდეს ქართულ კანალიზაციის ტელევიზიებში რომ ტრამპი არის რუსეთის აგენტი ეს რა ტვინ გახვრეტილი და რა იდიოტი უნდა იყოს ადამიანი რომ ამ სისულელეებს აყვეს მაგრამ ეს პროპაგანდა როგორ ჩანს ეს ევროპულ კალაპოტში ჩამჯდარი პროპაგანდა საღაციდან მიღებულია ეს იდიოტური დავალება და საქართველოში მიმდინარე პროცესს ჩვენ ვუყურებთ ახლა იმის და მიხედვით თუ რა მოხდება საქართველოს ხელისუფლება ძალიან სუსტი ხელისუფლება პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად უნარო ხელისუფლება აი არა არ არის უნარო მაშინ დავსვათ კითხვა და თქვენ კაი ხალხო ერთი თვე გავიდა, ორი თვე გავიდა, სამი თვე გავიდა, 4 თვე გავიდა. რა გააჩერებს ამ პროცესს? ესე იგი, თქვენც გაწყობთ ეს პროცესი, ხო? იმიტომ რომ გასაგებია უშუალოდ თქვენ ამ წუთში საფრთხე არ გემუქრება ამით, მაგრამ ქვეყანა ხო პარალიზებულია. კი ბატონო. ამიტომ როდესაც პოლიტიკური პრობლემები არ წყდება პოლიტიკური გზებით, იგი გადაწყდება სხვა გზით და ჩვენ კი არ გვინდა რომ საქართველოში სხვა გზით რაიმე წყდება. ეს რა სხვა გზა შეიძლება იყოს ბატონო რომ გითხრათ? სხვა რაც 32 წელია გვაქვს სრული მარაზმი დანაშაულებები სახელმწიფოს წინაშე ჩვენ არ გვინდა იმის გაგრძელება. თუ დღევანდელი საქართველოს რეალური ხელისუფლება ეს არის არაფორმალური
მართველი პირდაპირ თქვათ, რა გვინდა ახლა თავს თუ მოვიტყვებთ, არავითარი პარლამენტი არ წყვეტს არაფერს, არავითარი მთავრობა საქართველოს არ აყავს, არავითარი სასამართლო არაფერს არ წყვეტს, არის ერთი კაცი, რომელიც წყვეტს ანისაც და ჰოესაც. ამ ადამიანის მიზნები პოლიტიკური ღია ტექსტით ნათქვამი ჩვენ არაფერი არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, ვინ ყავს მას კონსულტანტები. ჩვენ არ ვიცით, საიდან იღებს ის ინფორმაციას მოვლენების შესახებ, საიდკენ მიყავს ეს ქვეყანა და შეუძლია თუ არა მას პოლიტიკური კრიზისი ჯერ ერთი საქართველოს დგას იმ კატასტროფის წინაშე, რომ არაფორმალურად იმართება. 21 საუკუნეში სახელმწიფო იმართება არაფორმალურად. კი ბატონო. ამიტომ რა უნდა ამ ადამიანს საით მიდის დაამარცხებს, ვის დაამარცხებს, ვერ გავიგე, ეხლა დათბება ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი ხალხი მივა იქ. და ხალხს აქვს ელემენტარული უფლება. ამნაირი მართველი ხარ თუ იმნაირი მართველი ხარ, დაალაგე სიტუაცია. დაალაგე სიტუაცია, რას უდამ დაიჭერ. რამდენს დაიჭერ? დაიჭერ კიდევ უფრო დიდ გაღიზიანებას. ხედავთ რომ ეს შემაკავებელი არ არის ამ დახვრიტა. აბა ერთი მინდი დახვრიტე. აბა რაც გააკეთებ? რას გამოიწვევს ბატონ დემურ საბოლოო ჯამში ეს ქართული ოცნების აი ასეთი მიდგომა აი პრობლემების ქართული ოცნების პროფესიული შეუმდგარობა, პოლიტიკური შეუმდგარობა, მე მათ პიროვნულად არასდროს არ ვეხებ, მე საუბრობ მხოლოდ იმაზე, რაც მათ დადეს ფაქტი, ხო სწორია? მარტო არიან, არ ცნობს არავინ მათ არჩევნებს, გაყალბება, რაც იყო ადრე არჩევნები, იმნაირი არჩევნები იყო. ხალხის განწყობა ყოველ შემთხვევაში გაყალბებული არ არის. რაღაცები ამ დანგრეულ ქვეყანაში არჩევნები ვერ იქნება 100%-იანად გამჭვირვალე და სუფთა, მაგრამ გარედამკვირვებლებიც იგივეს ამბობ, ხალხის განწყობა არ გაყალბებულა. თუ ხალხმა შედარებით უპირატესობა მიცა ქართულ ოცნებას, მხოლოდ იმის გამო, რომ ამნაირი ამაზრძენი და მიუღებელია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, რომელიც სულაც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას. ჩვენი რაც იმართებიან, ამიტომ სრული, როგორ აიცით, გვაქვს შენიღბული სიტუაცია, გარედან ერთი ჩანს, ქართული ხალხის საკმაო ნაწილს, რომელიც გაუცნობიერებელია პოლიტიკაში, მიაჩნია, რომ არ იქა ნაცები და არ იქა ვიღაცები და ამიტომ ესე იგი ეს არის. ბატონ დეურ, ერთი მინდა გითხოთ, ზელენსკის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დღეს 9 საათზე იქნება. ზელენსკის ვიზიტი, ვლადიმერ ზელენსკის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მანამ სენატორებს შეხვდება, შემდეგ კი უშუალოდ 9 საათზე გაიმართება პრეზიდენტებს შორის შეხვედრა. რას უნდა ველოდოთ აი ამ შეხვედრის შემდეგ და ტრამპის განცხადებები ბოლო დროს ზელენსკის მისამართით გაკეთებული, უკრაინის მისამართით გაკეთებული და ასევე ბოლო ყველაზე მეტად ალბათ ხმაურიანი ის, რომ უკრაინა არც კი უნდა იფიქროს იმის თაობაზე, რომ ის ნატოში გაწევრიანდება, ეს ავტომატურად გვაფიქრებინებს იმას, რომ იგივე შეიძლება ფიქრობდეს ის საქართველოსთან მიმართებაში. ზოგადად აი მის პოლიტიკაზე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის საუბრობდით ამაზე, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ ვიყავით დამნაშავე წარმოჩენილი, თითქოს ჩვენ არ გვინდოდა ეს, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებდა და ვიცოდით, რომ აი დახურულ კართან ბევრი წლის გატარება მოგვიწევდა. აი, როდესაც ასე ღიად საუბროს ის უკვე ამ ყველაფერზე ის რაზე მიგვანიშნებს? პირველი ის, რომ ტრამპს უდიდესი პრობლემები აქვს შეერთებულ შტატებში და მას უნდა ისე გავიდეს უკრაინის კონფლიქტიდან, რომ სახე შეინარჩუნოს. ამერიკა არ იყოს, ესე იგი, ტალახში ამოგორებული, არადა ყველა ანალიზი უჩვენებს იმას, რომ თუ ამერიკა ინტენსიურად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაცაც ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებდა, ეს არის ვიეტნამიზაცია შეერთებული შტატებისათვის, ძალიან დიდი რეპუტაციული მარცხით, ისინი ისედაც დამარცხებული არიან. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკა უკრაინაში დამარცხდა. ეხლა გასვლა აქედან საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში რატო გადის?
რა რუსეთუმე გახდა ქართულ იდიოტებს რომ კითხო ეს რუსების აგენტია და რუსეთუმეა ხო ტრამპი არა არავითარი ამის მსგავსი არ არის გაჩნდა საფრთხე ორი ბირთვული სახელმწიფოს ურთიერთდაპირისპირებისა რომელიც კატასტროფას უქადის ყველას ჯერჯერობით მე ვერ ხედავ ამერიკაში იმ ხალხს რომელიც მზად არის მოკვდეს რაიმესთვის და მსოფლიო დაიღუპოს ომი დაიწყება ყველაფერი დასრულებულია ვერავინ ვერ მოიგებს ამ ომს ყველაფერი გათვლილია კომპიუტერზე საათნახევრის განმავლობაში ყველაფერი განადგურდება ყველაფერი იქ რაც გადარჩება საცხოვრებლად უარგესი იქნება ამიტომ ეს ვერ მოხდება ამიტომ უნდა გავიდეს იმისთვის რომ გავიდეს ამისთვის პროცესებია როგორც ჩანს ტრამპის შეცდომაშია შეყვანილი იმის გამო რომ უკრაინაში წიაღისეული შვიათი მეტალების ხელშეკრულება შეუძლია ზელენსკის გააფორმოს ჩვენ კარგად გვასწავლიდან გეოგრაფია ძალიან კარგად ვიცით რესურსები ახლაც გადავხედეთ ყველაფერს თავარი რაც კი არის უკრაინაში რუსების კონტროლქვეშა ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში ძალიან ცოტა დარჩა და იქეთ კიდე სულფატებია რომლითაც გადავსებულია მთელი მსოფლიო რა თქმა უნდა ესეც არის კარგი მინერალები მაგრამ პრობლემა ამიტომ მით უმეტეს ახლა ევროპა ჩაერთო და ევროპას მით უმეტეს არავინ არ მისცემს რაიმე რესურს გამორიცხულია ამიტომ ევროპელები როგორც ჩანს ეს ამერიკული ფარული პოლიტიკაც იქნება რომ ევროპული რესურსი ჯერ უკრაინული რესურსიც არ არის 100,000-ობის კაცის გაჟლეტა შეიძლება კიდე ამიტომ ომი გაგრძელდება ჯერჯერობით ამაში აშკარად ჩაებმებიან ევროპელები აშკარად ჩაებმებიან უკვე არიან ჩამული გადაცმული ნატოს ჯარები რეალურად ნატოს ჯარები თქვათ რუმინეთის სახით რომელიც არ არის რაც შეეხება კონსულტანტებს რაც შეეხება ჯარის გაწვრთნას რაც შეეხება კოსმოსურ დაზვერვას რაც შეეხება შტაბურ ესე იგი უზრუნველყოფას მთელი რამშტაინის ბაზა რომელიც ახლა ნაწილი გადმოტანილია პოლონეთ უკრაინის საზღვარზე იქ არის ბაზირებული და ყველაფერს გეგმავენ და ყველაფერს ახორციელებენ მათი დავალებით უკრაინული მხარე. ზელენსკი ვერ დარჩება უკრაინის ხელისუფლებაში გამორიცხული, ესეც ერთი კაი გზა არის, რომ იტყვიან კონფლიქტის უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, მაგრამ რა როგორ გათამაშდება ჯერ ძნელია იმის თქმა. მექნება ამის შესაძლებლობა რომ ერთად გავაანალიზოთ. იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილი არ არის. კი ბატონო. ურმეს მადლობა ბატონ დემურ და აუცილებლად გვექნება ამაზე საუბრის შესაძლებლობა. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გსტუმრობდა გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. ეთერს ლიზა კვესელავა უძღვებოდი. ნახვამდის.